ბავშვები მოდიან არაფერი არ იციან. ანუ არც ბუქნი არ იციან, არც გადაბიჯება არ იციან, არც ძირიდან აზიდვა იგივე აჯიმანი არ იციან და კვირაში 6 ვარჯიში აქვთ რაგბის მაგალითად, ან ფეხბურთის. რეკომენდაცია 9 წლამდე არის 90% თამაშები არასტრუქტურირებული ვარჯიშები, 10% არის სტრუქტურირებული ვარჯიშები. წარმოსახვითი თამაშები, ვთქვათ, ცხოველებთან, ასევე გარემოს წარმოსახვითი თამაშები, იგივე წინაზე ვთქვით, აი ფლორის ლავა აქტუალურია ბავშვების მულტფილმებში. აი ეგეთი წარმოსახვით, ვთქვათ, რაღაცა გადაბიჯება, გადახტომის ვარჯიშები. ანუ რეალურად ხტომა სირბილი, ეს ყველაფერი ბავშვს უნდა შევასწავლოთ თამაშების გზით, რაც არ არის მარტივი. და მოითხოვს თქვათ იგივე მშობლისგან თუ მწვრთნელისგან დაჯდომას, დაფიქრებას და რაღაცების გადალაგებას, იმიტომ რომ ესე არ მოდის ჩვენ თავში არ არის მოყვანილი ჩვენი ტვინი ამ სამსახურის მერე რომ მოვიდეთ და თქვათ ეგრევე ვთქვათ მოძრაობის უნარზე დავასვათ თამაში რა, ანუ